ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის შემდეგ ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა საბიზო რეჟიმის შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისათვის. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა. ამავე განცხადების თანახმად აჩერებენ კონტაქტებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან. ეს პასუხია ადამიანის უფლებების უპატივცემულობაზე, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე. დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ მორიგ სანქციასაც მეტად ხვდებიან და კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის მკაცრ პოლიტიკურ დიპლომატიურ სიგნალს მათ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა არ ექნება. აზრს ვერ შეგოცვლებინებენ. იმის გამო, რომ თეორიულად შეიძლება ვინმე დამასანქციოს, ამის გამო საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე უარი თქვა, ეს არის ყოველდღე წარმოუდგენელი. შანტაჟის ენას მიჩვეულები ვართ. ასევე ვითომ დააფიქსირეს ის, რომ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ სხვებისგან განსხვავებით. უფრო აქცენტირებული, უფრო რადიკალური არიან კი ევროპაში ხელისუფლებები, როგორც აქ ეჯიბრებიან ერთმანეთს რადიკალიზმში, როგორც ჩანს ევროპაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს რადიკალიზმში. ჯერჯერობით ჩვენთან მიმართებაში ბალტიისპირეთის ქვეყნები ლიდერობდნენ და ისინი იჩენენ ყველაზე მეტ აქტიურობას. ეხლა როგორც ჩანს ჩეხეთიც შეუერთდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ლოგიკურად მიიჩნევენ ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებას დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლისა და თავისუფალი აზრის ჩახშობის მცდელობისთვის დასანქცირდეს არა ქართველი ხალხი, არამედ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც საქართველოში რუსულ-ჩინური სტილის ავტოკრატიული მმართველობის დამყარებას ცდილობს. ოცნების მაღალჩინოსნებმა, ვინც უშუალოდ და პირადად არიან პასუხისმგებელი საქართველოს ევროპული მომავლის დაზიანებაზე და ამ ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას, რა თქმა უნდა, მათ უნდა შეეხოთ პირდაპირ სანქციები. ახლა შეიძლება ეს, ასე ვთქვათ, სამსახურებრივი პასპორტების აკრძალვა ეს არ იყოს მათთვის რაღაც განსაკუთრებული დისკომფორტი, იმიტომ რომ მათ სამწუხაროდ ეს ყველაფერი მხოლოდ მოგზაურობის ასე ვთქვათ, მენეჯმენტამდე დაყავთ და არ უყურებენ ამას როგორც პოლიტიკურ საკითხს, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის სიგნალი, რომ ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კარგად ხვდებიან იმას, რომ თუ ვინმე სანქციები უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, ეს არიან ოცნების მაღალჩინოსნები. ის ფაქტი, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ დიპლომატიური პასპორტები გააუქმა საქართველოში, ესეც ნათელი დადასტურება არის რეალურად ამ საერთაშორისო იზოლაციის, რომელშიც რეჟიმი არის. დღეს საქართველოს მართავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც დედამიწის ზურგზე არ აღიარებს არავინ არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო. ეს პროცესები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, როგორც ევროპელებისგან, ისე ამერიკელებისგან ცხადია, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება რეჟიმზე. ჩვენ ველით, რომ სანქციების პაკეტი ინდივიდუალური, მათ შორის რეჟიმის ლიდერებზე, მათ ოჯახის წევრებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელიც რეჟიმს ხელს უწყობს ძალაუფლების შენარჩუნებაში. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი, რომ სანამ არ შეიცვლება რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ჩვენ მხოლოდ დავკარგავთ ეტაპობრივად ყველანაირ ურთიერთობების ჩარჩოებს, რაც გვაქვს ევროპასთან და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწრაფად შევცვალოთ ეს რეჟიმი, რომ ისტორიული შანსი, რომელიც შეიძლება მეორედ არ მოგვეცეს ევროკავშირში გაწევრიანების, არ დავკარგოთ. საქართველოსთან დაკავშირებით ინდივიდუალური გადაწყვეტილებების გარდა ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაზეც ფიქრობენ. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი საკითხი, რაც განიხილება, ქვეყნისათვის ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის შეშერებაა. თუმცა ევროკავშირის შესაძლოა არა ქართველი ხალხის სანქცირებით, არამედ მმართველი პოლიტიკური ელიტისათვის მკაცრი დამოკიდებულებით შემოიფარგლოს. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.